ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელია, 1 კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. 5 ბრალდებულიდან 2 პირი უკვე პატიმრობაშია სხვა სისხლის ამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებზე, 3 კი პროკურატურამ დღეს აიყვანა. განცხადება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა. გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ გრძელდება გამოძიება როგორც ამ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დეტალებს უკვე შოთა ფალავანდიშვილი მოგვიყვება, ის კურიერს უერთდება, გისმენთ შოთა. პროკურატურის მიერ ჩატარებული სამძებრო და ოპერატიული ასე ვთქვათ საქმეების შედეგი დღეს საზოგადოებას მთავარმა პროკურორმა გააცნო. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა პროკურატურის მიერ ჩატარებულ სამძებრო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც მოხერხდა 5 სპეცრაზმელის ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელების იდენტიფიცირება, რომლებიც 2024 წლის აქციების დროს ასე ვთქვათ ძალადობაში არიან ბრალდებული. გიორგი გვარაკიძემ ისაუბრა სამ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის 2 არის ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად მაისაშვილის საქმე, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო 2 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. პროკურორმა განმარტა, რომ აღნიშნული საქმის ასე ვთქვათ გამოძიებისთვის საგამოძიებო უწყებამ არაერთი დოკუმენტაციისა და მტკიცებულების შესწავლა და განხილვა მოახერხა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად 5 ბრალდებულიდან 2 მათგანი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო 3 ბრალდებული დღეს დავაკავეთ. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია 1000-ობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი პირი. პირველი ეპიზოდი 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა 2 თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალა და ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები კარგად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. მეორე ეპიზოდი 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილს. ასევე დაკავებულია ის ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც გურამ როგავას ცემისა და მის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო იქნება, ასე ვთქვათ, ბრალდებული და წარსდგება სასამართლოს წინაშე. პროკურორმა განმარტა, რომ აღნიშნულ პირს არა ძალადობისა და ასე ვთქვათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად ბრალი ედება ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივი კუთხით ხელშეშლაშიც. 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 5-ვე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც გულისხმობს სამსახურეული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154 მუხლის მეორე ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებების სასჯელის სახე და ზომა ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურა სასამართლოს 5-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. პროკურატურის მიერ გახსნილი საქმეებზე, ასე ვთქვათ, დაკავებული 5 პირიდან 2 უკვე მანამდეც პატიმრობაში იმყოფებოდა, 5-ვე მათგანს ძალადობის ბრალდებით წარედგინება, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამავდროულად პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მსგავსი სახის შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურაში გრძელდება. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიების გააქტიურების აუცილებლობაზე მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნვის პირველივე დღეს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით მისი ახალი სტატუსი ხარვეზების აღმოფხვრის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. პირველივე სატელევიზიო ინტერვიუში ვიცე-პრემიერმა კონკრეტულად ისაუბრა მაგალითებზე, მათ შორის იმ საქმეებზე, რომლებზეც პროკურატურამ დღეს ბრალდებულები დააკავა და სულ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. იდგა თუ არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის დავარქვა თამამად აღმოფხრის კიდევ მეტი საშუალება გააჩინოს. მე პირადად აი მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით და მას შემთხვევით არ ვამბობ თქვენს კითხვას. როგორც კი ამ თანამდებობას დავინიშნები, აი რადგან სიტყვა მოიტანა და მარტო სიტყვის მოტანის საფუძველზე ხარ უნდა ვაკეთოთ ეს ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია მათ შორის კონკრეტულ მაგალითს რადგან ესეც ვკითხეთ კონკრეტულ მსგავს მაგალითებზეც ალბათ დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი ვერ თქვენ, რომ წინასწარ იქ მტკიცებულებები ჩასახედია, კარგად მოსაძიებელია, სანახავია, კოორდინაციაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამ შემთხვევაშიც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დაასჯა იმისათვის, რომ ხვალ ერთი მხრივ ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ჩვენი ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ მეორე მხრივ თუ მათ სახელს ვიღაცა არ ცხონს, ეს ერთეული შემთხვევებიც გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად ახორციელებენ და აკეთებენ. მოსამართლე სათათბიროდ არის გასული ეგრეთ წოდებული 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მაჯგალაძისა და კიდევ 6 პირის მიმართ განაჩენი მალე გამოცხადდება. სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე 5 საათია მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. საქალაქო სასამართლოდან ლიკა ალელიშვილი ჩაგორთება ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, დეტალებს ვლდებით ჩემთან. დიახ, თამარ, მოსამართლე ცოტა ხნის წინ გავიდა სათათბიროდ და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გამოაცხადებს 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზების საქმესთან დაკავშირებით განაჩენს. წუთი-წუთზე ველოდებით მოსამართლის გამოსვლას და ამ განაჩენის მოსმენას. მანამდე კი ბრალდებულებმა ისარგებლეს დასკვნითი სიტყვით, მურთა ზოდელავამ გააკრიტიკა. ოპოზიციონერი კოლეგები თქვა, რომ ის ციხიდან ხედავს დაღლილ ოპოზიციურ საზოგადოებას, რაც მისი შეფასებით არის რეალობიდან პოლიტიკური გაქცევის მცდელობა. ამასთან ერთად ზოდელავამ ოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ მარცხი აღიარონ, პროტესტი დამარცხდა და ეს ღიად უნდა ვთქვათ, განაცხადა ოპოზიციონერმა სასამართლოს სხდომაზე. სხვა ბრალდებულებმა, თითქმის ყველა ბრალდებულმა ისარგებლა დასკვნითი სიტყვით, ისინი ძირითადად თავის მართლების რეჟიმში იყვნენ, ამბობდნენ, რომ მათ არაფერი აკავშირებთ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან და არც მის ორგანიზებასთან. კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ისარგებლა დღეს სიტყვით, ეს იყო ირაკლი ნადირაძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ის 4 ოქტომბერს ნამდვილად იმყოფებოდა ათონელის სასახლის ეზოში, თუმცა ამ ძალადობრივი პროცესებისა და აქციის ორგანიზატორობასთან კავშირი უარყო.
ბუნებრივი ემოცია იყო შარშან, როცა პროტესტზე გავედით. ამ ბუნებრივ ემოციას არც დაგეგმარება სჭირდებოდა, არც განსაკუთრებული წესრიგის შედგენა. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს ეს. ახლა გადაღლილი ოპოზიციური საზოგადოებაა, სხვა ტალღაზეა, სხვა ვითარებაა, ხან ჰორმუზის სრუტეში ბანაობენ პოლიტიკურად. ეს რეალობიდან პოლიტიკური გაქცევის მცდელობაა, ამის განხილვაში არ შევალ. მარცხის აღიარებაც მოსულა, პროტესტი დამარცხდა, ვთქვათ ეს პირდაპირ. როდესაც ჩავედი, ღობე უკვე წაქცეული იყო, შეგნებულად შიშველი ხელებით ყველანაირი ძალადობის გარეშე. დროშით შემოხვეული შევედი, რომ დავაიკავებინე მეც, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენი დაკავება სისხლის სამართლის წესით მოხდებოდა და არა ადმინისტრაციული წესით. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩვენ, რომელიმე პირი, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ვიყავით. პოლიტიკოსების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს მმართველი გუნდის წევრებსაც, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ისინი სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებენ, ამას სასამართლო გადაწყვეტს თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, თუმცა პოლიტიკურ ნაწილში ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები, ხელისუფლების ოპონენტები 4 ოქტომბერს ასრულებდნენ გარეთ ძალების დავალებებს და სწორედ უცხო ქვეყნების მითითებებით ცდილობდნენ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას და რევოლუციური სცენარის განვითარებას. ეს არის შავი ლაქა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ისტორიაში. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მარცხი მათ ბოროტულ გეგმებში და რაც მთავარია, ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, როდესაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზად ხარ, რომ გადატრიალებაზე წახვიდე, შეკრიბო ადამიანები და შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში და ამავდროულად ამ ყველაფერს წინ უძღოდეს ის განცხადებები, რაც ჩვენ ყველა მოვისმინეთ, თავისთავად დასკვნა ერთმნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოოდ სამართლებრივ დასკვნას სასამართლო აკეთებს. ეს არ არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიკეთე უნდათ საკუთარი ქვეყნისთვის. და იმ ცეცხლის გადატანა ორბელიანის მოედანზე, რაც ვიხილეთ, მთელ საქართველოს მასშტაბით, მათი ამოცანა იყო და არც დაუმალავთ ეს. და ის რომ ხობის ბრალია თურმე მათი ბრალეულობა, ეს არის სწორედაც ოქტომბრელობის ერთ-ერთი სერიოზული გამოხატულება. სიცრუეზეც უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, რომ თითქოს ჩვენ არაფერს არ ვაპირებდით ამბობენ. ჩვენ არ გვითქვამს არაფერი. ჩვენ მივედით პატაბოჭულაძე როგორც ამბობს და გასაღები უნდა ჩაგვემარებინა ჩვენი სახელმწიფოსი სამართავად. არც კიდე ჯერ არ ვეცეთ ის ექსოგენი რას უნდა მომსახურებოდა, ამ ხელა რაოდენობით რომ შემოიტანეს საქართველოში, უკრაინიდან სხვათა შორის. არავინ არ იცის ეს იარაღი ისთვის და როგორ უნდა გამოყენებულიყო. ფაქტია, რომ საკვეთი იყო ეს პროცესი და აღიკვეთა კიდევაც. 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზების საქმეზე განაჩენს ელოდება 10 ბრალდებული, როგორც გითხარით, ამ წუთებში მოსამართლე არის სათათბიროდ გასული და სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი სასამართლოს ვერდიქტი. მადლობა, ლიკა ალელიშვილი იყო კურიერის ეთერში. საკალათო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ გიორგი უძილაურს ახოთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შემდგომლობა. სიტყვასთან ბრალდებულიც ესწრებოდა პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სუსის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო საკამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სადაზვერო ხასიათის ინფორმაცია სისტემატურად გადასცემდა. კურიერის ინფორმაციით, ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა. ვინაიდან ბრალს არ ვაღიარებთ და ვთვლით, რომ მტკიცებულებების საქმეში არ არის იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხული ჯაშუშობის მუხლით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო ახოთი ღონისძიების გარეშე დატოვება ბრალდებულის, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. არ ეთანხმება ბრალს, იმიტომ რომ არც საქართველოს ინტერესების აზიანო რაიმე სახის ინფორმაცია საქმეში, მე ესე ვფიქრობ და თვითონ ფიქრობს ასე და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირი. და ამადასროლ მტკიცებულებაში. შარული აუდიო და ვიდეო მასალა მათ შორის საქმეს აქვს გრიფის სრულიად საიდუმლო და
ამასთან დაკავშირებით კითხვა აღარ დამისვათ, ვერ მოგცემ. ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოს აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაცია სამართალდაცვის სტრუქტურების მუშაობის შესახებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ მოპოვებული არის პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს. საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად დამატებით ინფორმაციის გაჟღერება, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. მადლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოულტერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუადერებანში. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განმავითაროთ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობა, თანამშრომლობა, განვიხილოთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტზე. შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო წესრიგის კრიზისსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის როლს და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპა-აზიის დაკავშირებადობის კონტექსტში. აქცენტი გაკეთდა შუადერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ პროექტებზე. შალვა პაპუაშვილი მონტენეგროში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან 1000 წლეულებს ითვლის. დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა პაპსეკის პრეზიდენტის პოზიციიდან, რაც მაძლევს შესაძლებლობას გავაჟღერო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარლამენტარების ხმა. დღესდღეობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია. მიმდინარეობს უკრაინის ომი, რომელიც უკვე 4 წელზე მეტხანს გრძელდება. Როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთა შორის თანამშრომლობას, მაშინ როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს. დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუადერეფნის განვითარება ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს. ენერგიის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით. მედეგობის გასაძლიერებლად ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთის
ქვეყნებისგან განსხვავდება. სიამაყით აღნიშნავ, რომ ამ ტურბულენტურ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისთვის იმედს ქმნიან. საქართველოს შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. ვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესაღები შედეგების მიღწევას და უფრო სტაბილური და წარმატებული მომავლის ფორმირებას ჩვენი რეგიონებისთვის. სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის სპიკერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე. მანამდე შეხვედრა გაიმართა მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან. მთავარი თემა იყო რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობა არსებული გამოწვევების ფონზე. ხაზი გაესვა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა, რომლის ძირითადი ნაწილიც მსოფლიო წესრიგის საკითხებს დაეთმო. დღეს ჩვენს წინაშე არსებული რეალობა საკმაოდ რთულია. მხედველობაში მაქვს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვა რეგიონული გამოწვევები. ჩვენ ვიმსჯელეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტურობაზე, აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში. ხაზი გაისვა ისეთი რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობას, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს აუცილებლად იქნება ამ ორგანიზაციის წევრი, ასევე განვიხილეთ მალტასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან ელჩ კევინ ჰამილტონთან. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ნატოს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ პატრიარქს 11 მაისს აირჩევს. სინოდის გადაწყვეტილებით გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს. კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით, ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე თემაზე ერთ-ერთი მედიის ეთერში ისაუბრა ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით საპატრიარქო ტახტის მოსახდეს მეუფე შიოს კანდიდატურას სინოდში დიდი მხარდაჭერა აქვს. ის ღირსეული კანდიდატია, რაც მიღებული ხმების რაოდენობითაც დადასტურდა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია და დადასტურდა ეს ამ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, არავინ არავის არ აძალებდა, ფარული კეჭისყრა იყო. მეუფე შიო მოცი ხმა მიიღო. მეტი არაფერი არ არის საჭირო, ხო? იმისთვის რომ ხე დავარწმუნოთ კიდე ხალხი ამაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მე მგონია რომ ისევ ესე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდის წევრების უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. ესტონეთის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კრძალავს მტრულად განწყობილი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. სოფლი ხდება, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა ესტონეთის მთავრობამ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო. აკრძალვასთან ერთად ფართოვდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის კომიტეტის უფლებამოსილებები. ორგანოს უფლება ეძლევა გამოითხოვოს დოკუმენტები, გამოიძახოს ფიზიკური პირები კომიტეტისთვის ახსნა განმარტებების მისაცემად. კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანოს 50-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. აკრძალული შემოწირულობის აღმოჩენის შემთხვევაში დონორისთვის მის დასაბრუნებლად 30 დღეა განმოყოფილი. თუ ეს ვადა ამოიწურება, თანხა სახელმწიფო შემოსავლების ფონდში გადავა. ოპოზიცია ამ უწყების უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეითავსოს. ევროპა ტერორიზმის ინკუბატორი, ასე აფასებს თეთრი სახლის კონტრტერორიზმის ახალი სტრატეგია ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ მდგომარეობას. ვაშინგტონის ანგარიში ნათქვამია, რომ ლიბერალურმა მიგრაციულმა პოლიტიკამ და კონტროლის შესუსტებამ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების სერიოზული ვაკუუმი შექმნა. ევროპა კვლავ გაძლიერდება, თუ ხელახლა დაბრუნდება სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს, გამართავს პატიოსან დიალოგს ისლამიზმზე, გამოყოფს საკმარის რესურსებს თავის ქვეყნებში ტერორიზმისა და კარტელების საფრთხის შესამცირებლად. შემდეგ კი აქტიურად გაუზიარებს სადაზვერვო მონაცემებს მსოფლიოს ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპა დიდი საფრთხის წინაშეა, ის ერთდროულად არის ტერორისტული სამიზნეც და ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორიც. მიუღებელია, რომ მდიდარი ნატოს მოკავშირეები ტერორისტებისთვის ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ჰაბებად გვევლინებოდნენ. ბოროტ მოქმედ აქტორთა კონგლომერატმა და სახელმწიფო აქტორებმა თავისუფლად გამოიყენეს ევროპის სუსტი საზღვრები, რათა ევროპა გადაექციათ ხელსაყრელ საოპერაციო გარემოდ. ევროპას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს თავისი ინდივიდუალური და კოლექტიური კონტრტერორისტული ბედი, თუ კი აღიარებს რეალურ საფრთხეს და ახლავე მიიღებს ზომებს. ის კვლავ გაძლიერდება, თუ ხელახლა დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს, გამართავს პატიოსან დიალოგს ისლამიზმზე, გამოყოფს საკმარის რესურსებს თავის ქვეყნებში ტერორიზმისა და კარტელების საფრთხის შესამცირებლად, შემდეგ კი აქტიურად გაუზიარებს სადაზვერვო მონაცემებს მსოფლიოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ესმით საფრთხის არსი, თავად გამენ საჭირო ნაბიჯებს და არ უთხრიან ძირს იმ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენ საერთო ცივილიზაციას. ევროკომისიამ გამოაქვეყნა სოციალური რეფორმების ახალი პაკეტი, რომლის მიზანი 2050 წლისთვის ევროკავშირში სიღარიბის აღმოფხვრა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბარიერების მოხსნა. ევროკომისიის ინფორმაციებით ევროპელთა ნახევარზე მეტი შეშფოთებულია ცხოვრების გაძვირებით. ამჟამად ყოველი მეხუთე ევროპელი სიღარიბის ზღვარზეა. ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ყოველ მეოთხე ბავშვს დახმარება სჭირდება. ევროკავშირში 1 მილიონი ადამიანი უსახლკაროა, 93 მილიონი ფინანსურ სირთულეებს განიცდის. განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტოხელა დედები და მამები, ასევე 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ამ მონაცემებზე შეფასებები გაკეთდა თბილისში. როგორც ჩანს, ევროკავშირისთვის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა არის სიღარიბე. განსაკუთრებით 2028-34 წლების მანძილზე მათ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი დაამტკიცეს, რის შესაბამისადაც აპირებენ, რომ ებრძოლონ ამ პრობლემას, მაგრამ არა მხოლოდ ეს ბიუჯეტი, ალბათ ამ პრობლემის თავი და თავია ის ეკონომიკური დაღმასვლა, რომლის წინაშეც არის ევროკავშირი. და მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია ჩვენ გვაკრიტიკებდა, თუ რატომ არ ვაწესებდით სპეციალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რატომ არ უერთდებოდით იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც თავად ანხორციელებდნენ, ახლა ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო პასუხი გაეცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის შემთხვევაში ასეთ სავალალო შედეგები, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი პასუხია ამ კრიტიკაზე. თურქმენეთში დაიწყო ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი. მარიამ ქრივიშვილი შეხვედრებს თურქმენეთის ხელისუფლების პირველ პირებთან მართავს. გაიმართა საქართველოს თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომაც. თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მაღალი რანგის შეხვედრები გაგვემართა. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ეს იყო აშხაბადში გამართული საქართველოს თურქმენეთის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომის მთავარი თემა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი თანათავმჯდომარეობდა. ქართულმა მხარემ ყურადღება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თურქმენეთი ზოგადად გამორჩეული ჩვენი პარტნიორია უშუალოდ ტვირთნაკადების თვალსაზრისით და ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას და ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელი რგოლი მათ შორის თურქმენეთიდან წამოსული ტვირთების საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებისა და განსაკუთრებით ევროკავშირის მემართულებით. ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები აშხაბადში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა. თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინდა ხაზი გაუსვა ტვირთბრუნვას და ტვირთბრუნვის ზრდას ორ ქვეყანას შორის 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ მიმართულებით და პოზიტიური დინამიკა გვაქვს დაახლოებით 20%-იანი მატება გქონდა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდულ ტვირთთან მიმართებაში. აღნიშნული ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც დარჩუნება. საგარეო ვაჭრობის ზრდა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზეც. საუბარი შეეხო საქართველოს პორტებთან ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საზღვაო სფეროში ციფრული თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ თურქმენეთთან საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, აქტიურად იცვლება მაღალი დონის ვიზიტები და სხვადასხვა მიმართულებით. ფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. ტვირთბრუნვაში გვაქვს მზარდი დინამიკა, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის კიდევ პოტენციალი იმისა, რომ უფრო მეტად გავზარდოთ და წელს ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანიც დაგვექნება ტვირთბრუნვაში თურქმენეთთან მიმართებით. ქართული დელეგაციის ვიზიტი აშხაბადში დღეს დაიწყო. აეროპორტში მათ თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე დახვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავალაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოა. სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა. მრავალწლიანი ძირითადი საქმიანობის პარალელურად მერაბ გაფრინდაშვილს როგორც მენეჯერს და ხელმძღვანელს მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში. შედგენილი აქვს რამდენიმე ასეული საინჟინრო გეოლოგიური და საინჟინრო გეოდინამიკური დასკვნა. ასევე ანგარიში, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. ნახევარი საუკუნეა ემსახურება ამ დარგს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული დარგის განვითარებაში, დიდი წვლილი აქვს მიღებული დარგის წინსვლაში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს ასეთი დეფიციტური დარგების მხარდაჭერა, ასეთი დეფიციტური დარგების წახალისება და ნახევარი საუკუნეა თითქმის რაც გეოლოგიის დარგში მოღვაწეობ უწყვეტ რეჟიმში და ჩემთვის ესეთი აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია და დამიფასდა ეს გულთადი შრომა რაც ამ დარგში გამიკეთებია. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი საქმის განხილვა გადაიდო. დღეს პროცესზე იძულების წესით ნია იმნაძე უნდა გამოეკითხათ, თუმცა მას სამედიცინო დახმარება დაჭირდა. იმნაძე პროცესზე აღარ დაიკითხება, ვინაიდან დაცვის მხარე მისი ჩვენება უდაოც. პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძეც. ნია იმნაძის ადვოკატის სვლა იყო ასეთი, თხრობით რაც უნდა დაეთქვა ნია იმნაძეს და მას შემდეგ როცა უკვე პროკურორი გადავიდო და შეკითხვებზე ნია იმნაძე გახდებოდა ცუდად. ეს იყო ძალიან მარტივი გასაშიფრი. ექსპერტიზა ჩაუტარო ნია იმნაძეს, ამას ჩაუყების სამარეში. ნია იმნაძე დღეს გაიყვანეს აქედან, მაგრამ ეკა კუპატაძეს ხელიდან ვერ დაუსხლდება. დაცვის მხარის ადვოკატებმა, როგორც ბრალდებულის ანინა სყიდაშვილის, ასევე დემეტრე ჩიქოვანის წარმომადგენელმა ადვოკატებმა უდაოდ მიიჩნიეს ნია იმნაძის გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნია იმნაძე მოწმის სახით აღარ დაიკითხება. მიღებული გადაწყვეტილებით დაცვის მხარის ადვოკატებმა ფაქტიურად დისკომფორტი აარიგდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. შესაბამისად, ეს არის ერთი სამეგობრო წრე, რომელიც დაინტერესებულია ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობის არიდებით. მოწმე იძლევა ურთიერთგანსხვავებულ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. ნია იმნაძე გამოძიებაში სამჯერ არის დაკითხული. თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. კონფერენცია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღსრულების საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით იმართება. მთავარი თემა სისტემაში მიმდინარე რეფორმები და თანამედროვე გამოწვევები. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პატა სალიამ გახსნა. შესაბამისი ღონისძიებაზე საუბარი იქნება იმ თანამედროვე მიღწევებზე, გამოწვევებზე, რომელიც დღეს კანონის აღსრულების წინაშე დგას, კერძოდ საუბარია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებებზე, იმ ინოვაციებზე, რომელიც დანერგილია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჩვენ ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებას ამ მიმართულებით. და იმედი მაქვს, რომ ეს ორდღიანი კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი იქნება ყველა მხარისათვის, ვინც მონაწილეობს. მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა პროფესიული დიალოგისათვის. ქვეყნები სესიებზე წარმოადგენენ მათ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც სამართლებრივი, ისე ციფრული მიმართულებით. აღსრულების ეროვნული ბიურო სტუმრებს წარუდგენს ახალ პროექტ ციფრული თანაშემწე. ციფრული თანაშემწე საახსნებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დამოუკიდებლად იწყებს გარკვეული კატეგორიის საქმეებზე წარმოების დაწყებას, კონკრეტული მოქმედებების განხორციელებას და დასრულებას. ნაზალდოვის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ზღვის უბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოწყობა ნოედნები, ატრაქციონები, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები. პროექტის ღირებულება 800,000 ლარია. აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ეს წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისებული იყო იმისთვის, რომ აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი პირობა და სიტყვა შევასრულეთ. აქ მცხოვრებ ოჯახებს, ადამიანებს ეკნებათ ძალიან ლამაზი მოწესრიგებული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას, ვარჯიშს, განტვირთვას, ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ხორციელდება ყველანაირი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,
მონტაჟდება საფეხმავლე ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები, სრიტბოლი მონტაჟდება, ასევე ტრენაჟორები, ლედ-განათება, აუცილებლად დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები და სხვადასხვა ხელმცენარეები. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ზღვის უბანში, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი აქვს ზღვის უბანს, შესაბამისად საჭიროებს მოწესრიგებას, ადამიანები კმაყოფილები არიან, მოსახლეობა მით უმეტეს ახალგაზრდები, ბავშვები მოვლენ გაერთობიან, აშენდება სტრიტბოლის სტადიონი, ასევე ტენისის მაგიდები დაიდგმება, გამწვანდება, გალამაზდება, ქაურობა. დღის ხოსიახლეებს გაცემთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi-ან და ასკანერით QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. ახლა არ გადართოთ, წინ გეულდებათ სპორტის სიახლეები ლაშა დვალიშვილთან ერთად.